ბუნკერში კონსტრუქციები არის ადამიანის წარმოსახვებში, შობელი, ძოლი, შვილები და ეს კონსტრუქციები როგორ დასდევს ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში. მაგალითად, მამა, რომელიც ცდილობს დაიცვას საკუთარი ღირსება ძალადობით, ვერ ამჩნევს თუ წარსული როგორ დაეწია საკუთარ შვილებს და ბუნკერში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსონაჟი, მეტაფორული პერსონაჟი, მაგრამ ღერძული პერსონაჟი, თუ შეიძლება ასე ითქვას, არის სიმყრალე. სიმყრალე, ანუ სუნი, ეს ბუნკერიდან ამომავალი ოხშივარი, რომელსაც ივა იყენებს როგორც მეტაფორა ხრწნისა. ეს ადამიანები ვერ აღწევენ წარსულის აჩრდილებს თავს და ეს აჩრდილები თანდევთ მათ და ძალიან უჭირთ, რომ ახალ რეალობაში თავი დააღწიონ იმ წარმოდგენებს, იმ ციხესიმაგრეს, რასაც მწერალი სიმყრალეს და ოხშივარს უწოდებს. თუ ვიტყვით, რომ ადამიანები არიან საკუთარი კონსტრუქციების მსხვერპლი, ამ შემთხვევაში ანუ საკუთარი წარმოდგენების მსხვერპლიც, ანუ ის წარმოდგენები, რომელიც არის ვაჟკაცობაზე, ომზე, ოჯახზე, უკვე კარგახანია გახრწნილია, რასაც ამბობს ავტორი და ამ გახრწნილობის სუნს შვილებზე გვიან ამჩნევს ამას მთავარი გმირი, რაც უკვე ტრაგედია და აქ მეტაფორულად აქვს მწერალს ნათქვამი, რომ მშობელმა, ანუ წინა თაობამ, რომელმაც ახალ თაობას უნდა გაუყვალოს გზა, პირიქით იქცევა, რადგან ვერ ამჩნევს იმას, რაც უნდა შეამჩნიოს და რისგანაც უნდა დააზღვიოს საკუთარი შვილები, ანუ მომავალი თაობა. ეს წიგნი კარგად აღწერს პოსტსაბჭოთა საქართველოს მდგომარეობას და ერთგვარი რეფლექსია არის 90-იანებზე და 90-იანების შემდგომაც შეგვიძლია თქვათ, რომ დღევანდელობასაც ძალიან კარგად აღწევს. იმ ბრძოლას ახალსა და ძველ თაობას შორის, რაც მაგალითად მიმდინარეობს, თუ გინდა ჯენზი თაობასა და ძველ თაობას შორის